მაგარი გატაცებული იყო და 17 წლის ასაკში რაღაც კომპანიაში იუნიორში დაიწყო მუშაობა. ამ კარლამ რა. და პარალელურად ხო თვითმფრინავის ძრავებს ამზადებდა, თვითონ იგონებდა. თვითონ? ხო, ამ თვითმფრინავის ძრავის ნავაროტკას აკეთებდა რა. ხო, ეხლა მაგ დროს თვითმფრინავები უკვე იყო. ხო. ის ბიპლანები რა ეს რუსულად მაგ ეტაჟირკებს ეძახდა. თუ ვიპოვე. რამოდენიმე ფრთა ქონდა რა. თუ ვიპოვე ამოვანან. ხო. რა წიძახის. ორფრთიანი არ იყო, იყო 4ფრთიანი, 6ფრთიანი. ოღონდ ესე სართულების მიხედვით ეტაჟერკა ნიშნავს სართულებს. გამიგე და მაგიტომაც ეძახდნენ რა. ხო, მაგას იმაშებოდა და თან მუღამი ქონდა აი სვეჩებს რო ვეძახით რა, სანთლები. სანთლები. ალების სანთლები. ხო, ალების სანთლები, ხო. მაგის ისა ქონდა რა. მუღამი და თვითონ შექმნა ისეთი რაღაცა განსხვავებული. მაღალ ტემპერატურაზე მომუშავე ის მოიგონა თვითონ. სანთლები. ხო.